შიდა ქართლში დე-ფაქტო რეჟიმი მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს. შექმნილი ვითარება პრაღაში აბაშიძე კარასინის შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მოსაზრებებს. სახიფათო პროვოკაცია და რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობა. ასეთი შეფასებები მოყვა თბილისში 10 ივლისს შიდა ქართლის ტერიტორიაზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის ქართული მხარის ტერიტორიაზე გადმოწევას. ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გაეცნენ არსებულ ვითარებას. ქვეყნის საგარეო უწყებამ რუსეთის უკანონო ქმედების შესახებ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მიაწოდა. საპროტესტო ნოტა მეზობელ რუსეთშიც გაიგზავნა. დიპლომატებმა გაკვირვება და შეშფოთება გამოთქვეს საოკუპაციო ზოლში შექმნილი ვითარების გამო. ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ რუსეთს მოუწოდა, რომ შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიღება. ეს არის მორიგი ნაბიჯი გამიზნული იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ კიდევ უფრო დაძაბონ სიტუაცია რეგიონში, ხელი შეუშალონ იმ რაღაცა პოზიტიურ ტენდენციებს, რომელიც გამოჩნდა ჟენევაში ბოლო შეხვედრაზე, რომ შეიძლება რაღაცა ორმხრივი დიალოგი ცოტა უფრო აქტიურად განვავითაროთ აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის მხარესთან და რა თქმა უნდა, ასეთი ქმედება არავითარ შემთხვევაში არ უწყობს ხელს აი ამ პროცესების ნორმალურ კალაპოტში მოქცევას. ჟენევა ისედაც რთულად მიმდინარეობს, ჟენევის მოლაპარაკებები, იქ სიტუაცია ყოველთვის დაძაბულია და აი ესეთი ქმედებები კიდევ უფრო ართულებს კონსტრუქციული დიალოგის საშუალებას. მინდა გითხრათ, რომ ავთულხართების ამჯერად ბანერების აღმართვის პროცესი საუბედურო და სამწუხარო ჩვენ სახელმწიფოსათვის 2009 წლიდან მიმდინარეობს და არის გამომდინარე 2008 წლის აგვისტოს ომის ძალიან მწვავე შედეგისა, როგორც არის ფაქტობრივად უკვე ღია ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიის, ის რასაც ჩვენ ვხედავთ პერიოდულად ამ წლების განმავლობაში არის ამ ოკუპაციის გაგრძელება, რასაც ვხედავთ დღეს, ეს რა თქმა უნდა ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც მორიგი პროვოკაცია. მეტიც მე მაგალითად გორში გავეცანი ადგილობრივი მოსახლეობის და ორგანიზაციების ხედვებსაც. აქ ორი სენსიტიური მომენტი გახლავთ ჩართული. ერთი რომ დაახლოებით 100-მდე მოსახლის მიწასთან დაკავშირებით სახნავსათის მიწებზე და საძოვრებზე ჩდება კითხვის ნიშნები. ჩვენი ამოცანაა, რომ ჰუმანიტარული შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს, აი ეს შედეგი აღმოიფხვრას და მოსახლეობას ჰქონდეს ცნობა საკუთარ მიწებზე, ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე ამ ბანერის ასე ვთქვათ გადმოწევით ძველნიშნულთან შედარებით 300 მეტრით უფრო შიგნით საქართველოს მეკონტროლირება ტერიტორიაზე, იცით რომ გვხვდება ნავთობსადენის გარკვეული სეგმენტი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ჩრდილოელი მეზობლის ამ ქმედებას რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობების გამწვავებით ხსნის. ბუნებრივია ეს ნაბიჯი რუსეთის პასუხისმგებლობის ქვეშა. რასთან გვაქვს საქმე, მე არ ამგონია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რუსულ-ქართული ურთიერთობების რამე კომპონენტთან. რუსეთს დღეს ურთიერთობა გაართულებული აქვს დასავლეთთან და უნდა მათი სანქციების შერბილება, კორეგირება და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. დასავლეთთან როგორც კი ურთულდება რუსეთს ურთიერთობა, ის იწყებს ზეწოლას დასავლეთის პარტნიორებს, რაც ტერორისტული აზროვნების ერთ-ერთი გამოვლენებაა. ხო, ტერორისტიც სხვას იყვანს საწამებლად, რომ გავლენა იქონიოს იმაზე, ვინც ამ სხვასთან არის კავშირში. ეს ტერორისტული პოლიტიკა რუსეთისა ჩაულია. და ჩვენს მიმართ ომის დროსაც ეს ლოგიკა იყო წარმმართველი. რამდენიმე დღის შემდეგ პრაღაში აბაშიძე კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვრის გადმოწევის აღნიშნული ბანერის აღმართვის საკითხი გახლდათ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უარყო საზღვრის გადმოწევის ფაქტი. Никакого продвижения границы нет. არავის არაფერი გადმოუწევია, ის თავის ადგილზე რჩება. შეიკრიბოს ქართული მხარე, სამხრეთ ოსეთისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობა და სიტუაცია ადგილზე გაარკვიოს.
პროვოკაციები ქვეყნის შიგნით ეძებონ. ქართულმა მხარემ საზღვართან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხი დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან სამხრეთ ოსეთთან უნდა შეეთანხმოს. თბილისში არ სურთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობების პროცესი განვითარდეს, რათა არ მოხდეს მკვეთრი უკან დახევა და თანამშრომლობის ატმოსფერომ გზა გაიკვლიოს ემოციებისა და მედია ინტრიგების ფონზეც. მედია ინტრიგებში კი ქართული ჟურნალისტების მიერ საოკუპაციო ზოლთან მოწყობილ აქციას გულისხმობდა, როცა მედიის წარმომადგენლებმა რუსეთის ქმედება გააპროტესტეს და 10 ივლისს დადგმული ბანერი მოხსნეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადმა წარმომადგენელმა ზურაბ ბაბაშიძემ კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად შეაფასა მომხდარი. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ხელოვნებაში მაქვს ის ნაბიჯი, რომელმაც გამოიწვია ჩვენში ძალიან დიდი დაძაბულობა, რაც არის ძალიან სახიფათო მთელი რეგიონისათვის. ამ მყიფე რეგიონში შეიძლება მან გამოიწვიოს ისეთი დესტაბილიზაცია, რასაც შემდგომ ძალიან მძიმე შედეგები უნდა მოყვეს. ითქვა, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტის პრინციპის უხეში ხელყოფა, რომ საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების დარღვევასთან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იჩაგრება აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯის გამო და ჩვენ მე მოუწოდე ასე ვთქვათ ჩემს რუს კოლეგას, რომ მიიღონ აუცილებლად ეს მხედველობაში და გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯი. ამ მოვლენების განვითარების ფონზე საქართველოში აბაშიძე კარასინის შეხვედრის ფორმატის გადახედვაზეც ალაპარაკდნენ. ოპოზიცია მის შეწყვეტაზე საუბრობს. ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ფორმატი უნდა გაგრძელდეს და ქართულმა მხარემ რუსეთთან სალაპარაკოდ ყველა გზა უნდა გამოიყენოს. არაფერი საფუძველი არ არსებობდა დღეს, რათა ეს ბანერი გაჩენილიყო სადაც გაჩნდა. აშკარა არის, რომ ეს იყო პროვოკაციული ნაბიჯი, რათა საქართველოს რომელიც ოლიმპიადისთვის ემზადება და მსოფლიო ყურადღებას იპყრობს, ყოველთვის რუსეთი ამ ტიპის ღონისძიებების წინ ახორციელებს ამ ტიპის პროვოკაციას. მიმაჩნია, რომ რუსეთის ეს ქცევა არანაირად არ ჯდება იმ ლოგიკაში, რასაც საქართველოს თავაზობს მას, რათა დაალაგდეს ურთიერთობები. რამდენად შეიძლება იყოს წარმატებული დღევანდელი დღიდან გადასახედიდან, ეს მაქსიმუმი ის გაკეთება შეიძლება და ამიტომ უნდა დარჩეს ფორმატი აუცილებლად, ის განცხადება გაკეთა გარედან ჯერჯერობით ჩანს რომ იყო რთული შეხვედრა, მძიმე შეხვედრა და გაკუთილად პოზიციები დაფიქსირდა, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რაც უფრო იზოლირებული იქნები, რაც უფრო ნაკლები ბერკეტები გექნება რუსეთთან დიალოგის მასთან რაიმე საკითხის მოგვარებით, რუსეთი მით უფრო მოგებულია ის გააკეთებს იმას, რაც უნდა, თან ისე რომ პასუხის მომთხოვნიც არანაირი რგოლი არ იქნება. ეხლა ამ ფორმატმა იმის საშუალება მაინც მისცა, ჟურნალისტებს მაინც აძლევს იმის საშუალებას, რომ კითხვა დაუსვან და რაღაც პასუხი მოისმინონ. ეს გაბუტვის ბავშვური პოლიტიკა სრულიად უადგილოა დიდ პოლიტიკაში, მით უმეტეს საომარ კონფლიქტის დროს. ქვეყნები ცდილობენ ხოლმე რაც შეიძლება მეტი დიპლომატიური რგოლი გააჩინონ ამ დროს. არა თუ ერთი, არამედ რამოდენიმე, რომ ურთიერთობის ძაფები უფრო გამყარდეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ორი ძაფი გვაქვს და ამალგან ერთ-ერთი გავწყვიტოთ, რომელი ლოგიკით.